მოგესალმებით, ეს არხი გუძას გარაჟია და დღეს ჩვენ ცოტა განსხვავებული ვიდეო გვექნება. ხოიგია? კი ბატონო, მოგესალმებით. ეს არაფია, ფორმულა 1-ზე ვისაუბრებ, ზოგადად. ფორმულა 1-ის ისტორიაზე ვისაუბრებ. ხო რა, ფორმულა 1 საიდან წამოვიდა რატოისთვის როგორ. აქ არის ყველა, თითქმის ყველა თაობის ბოლიდი. კი ბატონო. დასაწყისიდან ბოლო ბოლიდამდე. პირველ რიგში სანამ ჩვენ დავიწყებთ საუბარს, არხი გამოიწერეთ. ვიდეო დალაიქეთ და კომენტარეთ, გააზიარეთ. 10,000 გამომწერზე თავად მანქანას რო გაჩვენებთ, მაგას მე მგონი შეხსენება აღარ უნდა და ეს ვიდეო მე მგონი რომ 5,000 გამომწერზე აგვიყვანს. 6 გამომწერი დარჩა. სულ რაღაც. ხო. მოკლედ, ყოველ შემთხვევაში სურვილი გვაქვს და დანარჩენი უკვე თქვენზე არის დამოკიდებული, როგორი აქტიურებთ. მოკლედ, ფორმულა 1. ერთი წუთი. აქ არის სხვადასხვა მწარმოებლის ბოლიდები საკოლექციო ლაპარაკი. თითქმის ყველა მწარმოებელია, რაც ამ მანქანების ვიდეოები არხზე დევს ყველა და ყველა არის 1.53 მასშტაბის. კი ბატონო. ბარემ ბრენდებიცაც ვირა ბრენდების მანქანები. მანქანები არის ალტაიასი. ეს არის ალტაია. ესეც ალტაია, ესეც ალტაია არის. შუმახერის ფერარის ალტაია. ეს არის კიდე რომელი ალტაია? აი ეს. კი, ეს. ეს არის პანინის, აი ეს და ეს. ეს ორი პანინია, ხო? და ეს არის ეს პანინი. ხო. და აი ეს არის ბურაჯოს. ხო. სხვათა შორის ყველაზე მეტი ნახვა მაგ მანქანას. ამას ფორმულა 1-ში. მოიხო სენა არის. 600-ზე მეტი ნახვა აქვს ვარცხი. აერტონ სენა არის ყველაფერს თავი. ეს არ არის აერტონ სენა, ეს არა ის. ეს არის ფერნანდო ალონსო. ეს ალონსოა კი. ბურაჯოს კოლექციიდან და მე ვთვლი რომ ყველაზე ლამაზი ბოლიდია რაც ბურაჯოს გაუკეთეთ. კი ბატონო, გეთანხმები ნამდვილად. მოკლედ, დავიწყო? ხო. მოკლედ, ყველაფერი დაიწყო, ნუ ყველა არაერთხელ მაქვს მოყოლილი ის რომ მე-19 საუკუნეში შეიქმნა პირველი ავტომობილი. კი. მე-19 საუკუნის მიწურულს. მერსედესი არა, ბენცი. ბენცი, ხო. და მე-20 საუკუნის დასაწყისშივე, ანუ გასული იყო სულ რაღაც 20-30 წელი. დაახლოებით. რომ უკვე წამოვიდა შეჯიბრებები. ეს რა ვქია, Tour de France. და პირველი იყო Tour de France, რომელიც 20-იანი წლებიდან დაიწყეს. ველოსიპედების რუგო. კი, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში თავიდან ველოსიპედებით იყო და მერე უკვე ჩაანაცვლეს ავტომობილებით. ხო, როგორი ავტომობილები 15 ცხენის ზალა და 20 ცხენის ზალა რო. კი ბატონო. და მერე უკვე ეს მეორე მსოფლიო ომის მერე აღადგინეს ეს რბოლები. კი. და 50-იან წლებში უფრო სწორი ციფრი რო ვთქვათ 1950 წლის მაისში 13 მაისს პირველი რბოლა ჩატარდა სილვერსტოუნის საბოლოო ტრეკზე. ხო. და რომელიც რო აგერ რატომ აქვს ეს ავტომობილი? აგერ აი ამ ავტომობილმა მიიღო უკვე მონაწილეობა. პირველი იყო. ხო და ფერარი. ხო, თან უკვე Fiat შეიქმნა, რომელმაც რო თავისი კანონები დააწესა. ეხა ხსნი FIA რა არის? FIA არის ავტოსპორტის ფედერაცია, მსოფლიო ავტოსპორტის ფედერაცია. კი ბატონო. პირველი კანონი რაც გამოუშვა FIA-მ, ეგ იყო რომელი ქვეყნის ავტომობილიც იყო. კი. იმ ფერში უნდა ყოფილიყო. დროშიდან ერთი ფერი ერთი ფერი, კი ბატონო, ერთი ფერი. აი მაგას მაინტერესებდა იტყოდი თუ არა. რა თქმა უნდა, მე უნდა მეთქვა, მაგრამ იმიტომ რომ ეგ იყო პირველი კანონი. კი. FIA-ს. მაგითი და დაიწყო. ფერარიც
ფერარს აქ წითელი ფერი რო არის რა. ხო. ორი ფორმულა 1-ში იმიტომ ქონდა წითელი რო იტალიის დროშაზე ერთი ფერი არის წითელი და ზოგადად ფერარი იმიტოა წითელი რა თქმა უნდა მაქვს შარშან, მაგრამ ეხლაც გავიმეორებ, იმიტომ რომ შარშანდელი ვიდეო შეიძლება ბევრს არ ქონდეს, ანუ წითელი ფერიო რატო არისო იმას კითხეს რა ენცოს. ხო. და ესეთი პასუხი დასცა ჟურნალისტს, რომ ბავშვს რომ ისეთ ფურცელი და ფანქარი და უთქვათ რომ მანქანა დახატე, აუცილებლად წითელ ფერში დახატავს მანქანას. ხო, წითელ ფანქარს იღებს და წითელი ფანქრით ხატავს მანქანას. კი ბატონო. თავიდან ყველაფერი იყო აი მაქსიმალურად მექანიკური. კი. არანაირი აეროდინამიკა, არაფერი ისეთი გამახვილებული და ლიმიტი იყო სიმძლავრეზე. რამდენი? სიმძლავრეზე კი არა და კუბატურაზე. კუბატურაზე. და რამდენი? მაქსიმალური კუბატ არ უნდა აღემატებოდეს 4-დან 0-ს. ეგ მაშინ. მაშინ 50-იან წლებზე ვსაუბრობ. მერე უკვე 60-იანი წლების მიწურულ 70-იანების დასაწყისში დაამატეს აი აქ გაჩვენეთ ამ ავტომობილზე აი ეს წინა ნაწილი და აი ეს უკანა ნაწილი. აეროდინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება. და რა თქმა უნდა თვითონ მანქანის დიზაინით შეიცვალა, მაგ აეროდინამიკის კუთხით ძრავი შესაბამისად ძლიერი ძრავები ეყენათ და აბსოლუტურად მექანიკური იყო ისევ და ისევ ყველაფერი. იყო დღევანდელისგან გასვლა. კი ბატონო. ეხლა ხელოვნური ინტელექტი მართავს. შემდეგ ეხლა რა ხდება? 70-იანების მიწურულს 80-იანების დასაწყისში. კი. უკვე წამოვიდა რეკლამები მანქანებზე. აი, რომელიც რო ხო ისევ ამას გაჩვენებთ, რომელიც რო უკვე აგერ კომპანიის სახელი ეწერა, უკვე სპონსორის თემა იყო რა. სპონსორინგი. ხო. ეს ჯეიმს ჰანტმა ეს ბოლიდი. ხო. თავისი ხარჯებით. კი ბატონო. და ვინც არ იცით ვიდეოზე. აი ხა მაგალითად სენას ავტომობილი ხო რო შეხედოთ. მალბოროს ფერებში არის ზუსტად. დაჟე აი ეს საღებავები ხო? ყველაფერი. კოლოფზე რანაირადაც არის ის მალბოროს ის არივით რო არის. ყველაფერი. ზუსტად არის ანალოგიურად გადაღებული. ეს არის 88 წლის ბოლოდი. კი ბატონო, და იყო სპონსორინგის თემა იყო. მაკლარენით რომ მივიდა, მაგავე წელს გახდა ჩემპიონი ამ მაკლარენის, მე თუ არ ვწდები. და თან რაც უფრო პერიოდი გადიოდა, ხო, დრო რაც გადიოდა და რაღაცა, მით უფრო FIA კანონებს უშვებდა, იქ უსაფრთხოება. ხვეწავდა. ხო, ნელა იხვეწებოდა რა და აი შუმახერის დროსაც კი, ხო, უმეტესწილად თავაროს ასრულებდა ძღოლი და ავტომობილი. კი. არანაირი ელექტროობა არ იყო. ხო, არა, ეს არის 2001 და ამას ის არ აქვს, რა ქვია. სპოილერი არ აქვს. ხო, ამას უბრალოდ ქარხნული წვიმი არის, უკანის სპოილერი არ აქვს რა და მაგრამ ახან შუმახერის არის, მაგიტომაც გვაქვს ჩვენ ეს ავტომობილი კოლექციაში. და ბოლოს დღევანდელი ცხოვრება ავიღოთ. 2023 წლის ბოლიდია ეგ. 2023 წლის ბოლიდი არის აგერ ეს. ალონსოს რა მაგარი ფერია. ბოლიდი, ხო. აქ უკვე დაახლოებით 40% უკვე ელექტრონიკა მართავს ავტომობილს. ხელოვნური ინტელექტი ჩააშენის. ძღოლს ეხმარება პლუს მაგასთან ერთად. მაგრამ უკვე შეზღუდული არის სიმძლავრე, ძრავის, კუბატურა. ყველაფერი. კი. თითქმის. კი. და უსაფრთხოების ზომები არის მაქსიმალურად მიღწეული. კი. თან ეხლა ნახე, ბოლოს უკვე დაემატა აი ეს ნაწილი, აი ეს ნაწილი. აბარენსთვის არის. ესეც უსაფრთხოებისა არის. აი ამებს ხო არ აქვს. არც ერთს არა. ავარიის დროს
ძალიან მარტივად შეიძლებოდა რომ მძღოლი ზიანდებოდა ადვილად, ხო? დაზიანებულიყო და ეს იცავს. ხო, ესა და ის კისრის ის რო არის, არ მახსოვს მაგას, რა ქვია? კისრის და ხო, დამცავი. ეგეც აუცილებელ ატრიბუტად შევიდა, ეგეც ფიას კანონი არის. ეგ თუ არ გიკეთია, რბოლაში მონაწილეობას ვერ. ხო, და ვინც არიცით? ერთი ბოლივი. ხო. გუნდს უჯდება 10 მილიონი. და რბოლაზე გავდიან 4 ბოლივი. და რატო? ორი არის ძირითადი და ორი არის სარეზერვო. სათადარიგო, კი ბატონო. და ვინც არიცით და არ უყურებთ ამ სპორტს და პირველად მოხდით. მარტო პილოტი არ არის, მან გუნდს ყავს ძალიან დიდი ისა დიდი სტაფი ყავს რა. ხო. ბევრნი არიან ძალიან და ყველა რაღაცას აკეთებს. ხო, დაახლოებით რამის 100 კაცი არის ხოლმე თითქმის რა. და ყველაზე მაგრები არიან, აი საბურავებს როსვლიან ეგენი. ხო, ყველაზე სწრაფები. რეკორდი რამდენია? 3.82-ა რა, თუ რამდენია? 3.8. ხო, 3.82. მაკლარენის რეკორდია. მაკლარენის რეკორდი, ხო. როგორია 4 საბურავი, 2 წამი ზარდაჭირდათ, რომ 4-ვე საბურავი შეიძლება. ვერ ხსნიან მაგრეგორს მე უყურე და ხო და ფორმულა 1-ს ვინც ადევნებს ყურმისა თვალყურს, ხო? პიტსტოპზე რო შედის ავტომობილი. ბუზები ვით შეესევიან ხოლმე, დაახლოებით 12 კაცი არის და შესული. ყველაზე ცოტა არის ხოლმე 2 და 4. ხო. შეცვლისა რა. ერთი და 8 როგორ გააკეთეს მაშინ არ ვიცი, მაგრამ ხო, ნუ საშუალოდ რო გამოდის 2 და 4 რა. ხო, 2 და 4 არის ყველაზე კაი. 2 წამი და 4 მეათედი. ხო და ხვალე არის საუდის არაბეთის გრან-პრის კვალიფიკაცია თუ არ ვწდები. კი. და ძალიან ისე დაიწყო რაღაცნაირად. ხო, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაქს ვერსტაპენმა ხო. რეკორდი მოხსნა ტრასაზე. წინარბოლო, ამის წინარბოლო რაც იყო იაპონიის გრან-პრი ხო, იაპონია იყო და ჰონდას საპატივს აცემოთ. 60 წელი შეუსრულდა რაც სპორტში იყო, შეღებილი იყო Red Bull-ი თეთრ და წითელ ფერებში. აჰა. და აი როგორი რეკორდი მოხსნა, ესე წუთი და 28-ში გაიარა. არ კი მევასება ეგ პიროვნება, მაგრამ აღიარებ მაგარია. ხო, თან ედრიანიც აღარ ყავს. მე როგორც რო ჯერ ხო სენას ფანი ვიყავი და ძალიან დაფრთხვიდა გული რო ხო, ვინც არიცით დაღუპული არის. უყურეთ ფილმს. აი თუმცა სენას დოკუმენტური ფილმი არის და ყველაფერს გაიგეთ. და მე კიდე ჰამილტონის ფანი ვარ მაინც. რა ვქნა? ნუ ხო, დაბერდა ფორმულა 1-ის. არა, მარტო დაბერდაზე არ არის. მანქანაც ვერ ეხა იძახის რომ მანქანას ვერ შევეჯვიო ჯერ. ვინც არიცით ფერარსია. ხო, ცნობს. ვინც მერსედესის მერე გაწყვიტეთ ყურება, აი. ხო. ბოლო შარშან თუ არ გინახია და იმის წინ კიდე რამოდენიმე წელი ფერაში გადავიდა. ხო, პლუს თან რა არის ახლა ეს მოდელები უფრო რატო დავალაგე? ნუ ამისი პილოტი არ ვიცით ზუსტად ვინ იყო ეს 4 ნომრით ვინც მოძრაობდა, მაგრამ აქ სხვა დანარჩენი ავტომობილები ყველა ჩაწერილია და ყველა არის აი მართლა რომ ძალიან ისეთი ისინი რომელსაც ერთი აკლია მანდ. ხო, ჰამილტონი აკლია. და ვერსტაპენიც აკლია. აბა ახლებიდან ძველები. ნიკი ლაუდა. ხო. სხვათა შორის ეგ ბოლიდი გვინდა არა გვაქვს. კი. ჰანთან ერთად ნიკი უნდა იდგეს. ხო. ვისაც არა გაქვთ ნანახი ფილმი რბოლა ერაში უყურეთ ძალიან მაგარ სიამოვნებას. მაგარი. ის გახსოვს წვიმაში რომ წვიმაში გახდება მსოფლიო ჩემპიონი. წვიმაში რომ დაუთმობს. ხო. არ გავა და თვითონ ვაფშე არ გავა. და მაგით გახდა ჩემპიონი. მით უმეტეს რომ სენა იყო წვიმის კაცი. სენა წვიმის კაცი იყო.
ხო, და ეს ბოლიდი შარშან იყო, ხო, შარშან. საპატიო წრეები დაიწყო და დაარტყა სერ ლუის ჰემილტონმა. კი იძახონდნენ რომ სხვაო ვინმეო, მაგრამ მე რეთქვეს რომ ვინს თუ არა ლუის უნდა გაეკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან დიდი კარიერა აქვს. კი ბატონო, რავი, მე მგონი ყველაფერი მოგვევით. და ბოლოს რაც მინდა რომ ვთქვა, არხი გამოიწერეთ და აი ეს არის აქ რასაც ხედავთ ყველა ბიუჯეტური ბოლიტი. ანუ თუ სურვილი გაქვთ რომ შეაგროვოთ ნორმალური ფასი აქვს რა. ხო, ნუ საქართველოსდან გამომდინარე კარგი ფასი. ცუდი ნუ ძვირი არ არის რა. ხო. მოკლედ. ხო, ბურაძოზე ვიღაცები იძახიან ხოლმე რომ ძალიან დაბალი ხარისხია, მაგრამ დაბალი ხარისხი, მოდი ესე ვთქვათ, იყო კი ბატონო. არხზე დევს შეგიძლიათ ნახოთ და ბოლო წლებში, ბოლო 3 წელია რაც მე ეს ბოლიდები მაქვს და ხარისხი არის ხო, ნუ აი აგერ არ გვიდევს 100%-ით გამოსწორებული. იმ სპარკებს და მინი ჩემსებს ვერ შეედრება, მაგრამ ხო, ნუ ზატო ფასი ეძრება, ფასი ჯობნის. ბიუჯეტურ ვარიანტში ძალიან მაგარი გადაწყვეტილია. ფასიდან გამომდინარე ძალიან კარგი ხარისხი მანქანას რა. მე ხო ეს პრეორდერზე ვიყიდე კაცო. ხო. როგორც კი გამოვიდა მაგ დღისვე. კი ბატონო. თან შენ თვე გავიდე. და 3 თვე ველოდებოდი. კაი, მოკლედ მორჩეთ ხო? დავასრულოთ დღევანდელი ვიდეო. ეხლა დაგემშვიდობებით გამოიწერეთ არხი და კომენტარით და ლაიქეთ და გაზიარეთ. ხო, და წინასწარ მოგილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. წინასწარ დღესასწაულს. ეგ მოვიწყდებოდი. აბა, კარგად იყავით შემდეგ ვიდეოებზე.